ჩვენ გარშემო ყველაფერი მონაცემებია, რიცხვები, სტატისტიკა, გაზომვები. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და ხშირად ჩვენ გადაწყვეტილებებსაც კი განსაზღვრავს. მაგრამ ყველა მონაცემი ერთნაირად სასარგებლო სულაც არ არის. როგორ უნდა მივხვდეთ, რომელს ვენდოთ და რომელს არა? მოდით ამ უმნიშვნელოვანეს ცნებას ჩავუღრმავდეთ: ვალიდობას, სიზუსტეს და სანდოობას. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: არის სამი ბიჭი, გიორგი, თომა და ლუკა. სამივემ ველოსიპედით ერთი და იგივე გზა გაიარა, მაგრამ როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ სამივეს ველოკომპიუტერი სხვადასხვა მანძილს აჩვენებს. ვის დავუჯეროთ? ეს მარტივი მაგალითი დაგვეხმარება, რომ მონაცემების შეფასება ვისწავლოთ. ეს არის მათი მონაცემები. გიორგის შედეგები სტაბილურია. სამივე გასვლაზე ზუსტად 68 კილომეტრია. შემდეგ მოდის თომა, რომლის მონაცემები ერთმანეთთან ახლოს არის, მაგრამ ცოტა მერყეობს. ბოლოს არის ლუკა, რომლის შედეგი განსხვავებულია. კითხვა ისევ იგივეა, ვისი მონაცემებია გამოსადეგი. პირველ რიგში ერთ რამეზე უნდა დავფიქრდეთ, შედეგის თანმიმდევრულად განმეორებაზე. მეცნიერულ ენაზე ამას სანდოობა ქვია და გიორგის შედეგები სწორედ ამის მაგალითია. სანდოობა არის გაზომვის თანმიმდევრულობა. მაგალითად, სახლში სასწორზე რომ დადგებით, ერთ წუთში სამჯერ და სამივეჯერ ზუსტად ერთსა და იმავე წონას გიჩვენებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სასწორი სანდოა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რიცხვი სწორია. შეიძლება თქვენი სასწორი გაფუჭებულია და ყოველთვის 5 კილოგრამით მეტს აჩვენებს, ანუ ის თანმიმდევრულად ცდება. თუ ჩვენ ველოსიპედისტების მონაცემებს დავალაგებთ სანდოობის მიხედვით, სურათი ასეთია. გიორგის გაზომვა სანდოა, რადგან სურათი არ იცვლება. თომას მონაცემები ნაკლებად სანდოა, რადგან მისი მონაცემები ცოტათი არათანმიმდევრულია. ლუკასი კი ძალიან დაბალი სანდოობით გამოირჩევა. გიორგის მონაცემები კი არის სანდო, მაგრამ ეს ნიშნავს კი იმას, რომ მართალიც არის, აქ შემოდის მეორე ნაწილი, სიზუსტე, ანუ სისწორე. იმის გასაგებად, თუ რა არის მართალი, ჩვენ გვჭირდება რაღაც, რასაც შევადარებთ. გვჭირდება ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ანუ ფაქტობრივი რეალური მანძილი. და ისიც მარშრუტის ნამდვილი სიგრძე სინამდვილეში 70 კილომეტრია. სწორედ აქ ხდება საინტერესო რამ. სიზუსტე ზომავს რამდენად ახლოს არის შედეგი რეალობასთან. ეს გვაჩვენებს, რომ სანდოობა და სიზუსტე ერთი და იგივე რამ ნამდვილად არ არის. ეს არის მთავარი დასკვნა. გიორგის კომპიუტერი სანდოა, მაგრამ სრულიად არაზუსტი. ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე, მაგრამ არასწორ რიცხვს აჩვენებდა. გახსოვდეთ, მონაცემები შეიძლება იყოს თანმიმდევრული, მაგრამ ამავე დროს თანმიმდევრულად მცდარი. გამოდის, რომ თომას მონაცემები ცოტათი მერყეობდა, მაგრამ სიმართლესთან, ანუ 70 კილომეტრთან საშუალოდ უფრო ახლოს იყო. მაგრამ აქ გვაქვს ფუნდამენტური კითხვა. თავიდანვე სწორ რამეს ვზომავთ, ეს არის ვალიდობა. ამოცანა შევცვალოთ, რომ ვალიდობის იდეას კარგად ჩავწვდეთ. წარმოიდგინეთ, მიზანი შეიცვალა. გვაინტერესებს არა მანძილი, არამედ მარშრუტის სირთულე. ამ შემთხვევაში კილომეტრების გაზომვა ვალიდური იქნება? რა თქმა უნდა, არა. გზა შეიძლება მოკლე იყოს, სულ აღმართი და ძალიან რთული. ანუ კილომეტრების გაზომვა, რაც არ უნდა ზუსტი და სანდო იყოს, გზის სირთულეზე არაფერს გვეტყვის. მარტივად რომ ვთქვათ, ვალიდობა გვეკითხება, ამ საქმისთვის გასაზომად, რასაც ვიყენებთ, სწორი ინსტრუმენტია? თუ ჩვენი მიზანია გზის სირთულის გაზომვა და ჩვენი ველოკომპიუტერი კილომეტრებს ზომავს, ჩვენ უბრალოდ არასწორ ინსტრუმენტს ვიყენებთ. ეს ისეთივეა, წყლის ტემპერატურის გაზომვას სახაზავით ვცდილობდეთ. შეგვიძლია სახაზავი წყალში ჩავდოთ და სანდო, ანუ თანმიმდევრული, ასევე ზუსტი მონაცემებიც მივიღოთ იმის შესახებ, რა სიღრმისაა წყალი, მაგრამ ეს ტემპერატურას არ გაზომავს. სახაზავი არ არის ვალიდური ინსტრუმენტი ტემპერატურის გასაზომად. აბრაამ ლინკოლნის ციტატა რომ მოვიშველიოთ, იმის თქმა, რომ კუდი ფეხია, მას რეალურად ფეხად არ აქცევს. ანუ ჩვენი ინსტრუმენტი რეალურად უნდა ზომავდეს იმას, რასაც ვამბობთ, რომ გაზომვის მიზანია. მოდი ეს სამი ცნება, სიზუსტე, სანდოობა და ვალიდობა ერთად შევკრათ. ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს სამი რამ ერთად, რომ მივიღოთ მონაცემები, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ. ეს ცხრილი ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. მონაცემები რომ მართლა გამოსადეგი იყოს, მას სამივე თვისება უნდა ჰქონდეს. უნდა იყოს ვალიდური, ანუ ზომავდეს სწორ თვისებას, უნდა იყოს ზუსტი,
ანუ ემთხვეოდეს რეალობას და უნდა იყოს სანდო, იყოს თანმიმდევრული. მაგალითად, მონაცემი თუ ვალიდური და სანდოა, მაგრამ არაზუსტი, ეს გიორგის შემთხვევაა, რაც ნიშნავს, რომ ის თანმიმდევრულად ჯიუტად ცდებოდა. თუ მონაცემი საერთოდ არ არის ვალიდური, მაშინ სულ ერთია ზუსტია თუ სანდო, ის უბრალოდ უსარგებლო იქნება. რა უნდა დავიმახსოვროთ? სანდოობა არის თანმიმდევრულობა, ანუ რამდენად სტაბილურია შედეგი. სიზუსტე არის ისწორი, ანუ რამდენად ახლოს არის შედეგი სიმართლესთან. და ვალიდობა არის იმის გარანტია, რომ ჩვენ თავიდანვე სწორ რამეს ვზომავთ. იმისთვის, რომ მონაცემს ვენდოთ, სამივე გვჭირდება. როდესაც რაიმე სტატისტიკური მონაცემი ან კვლევა შეგხვდებათ, დაფიქრდით, ეს მონაცემი ვალიდურია, ანუ ზომავს იმას, რასაც ამბობს, რომ ზომავს? მეორე, ზუსტია და მესამე, სანდოა?